მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მადლობა მოგიხადოთ იმისთვის, რომ ეს კომისია შეიქმნა და მადლობა თქვენ ქალბატონ თეა და ყველა კომისიის წევრს. და მადლობა ასევე იმისთვის, რომ ჩვენს ოჯახს მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ ერთხელ და მიიღოს თავისი წვლილი შეიტანოს იმაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამნაშავე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. მე ვეცდები გავიხსენო ეს დეტალები მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დრო არის გასული, ჩემთვის დღესაც კი ძალიან მძიმეა ამაზე საუბარი, იმდენად დიდი საშინელება მოუწყო მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩვენს ოჯახს განუმარტავ, რომ ჩვენ ერთ ეზოში სვანეთში გვქონდა ორი სახლი, ერთ სახლში ვცხოვრობდით ბავშვები ჩვენს მშობლებთან ერთად, შმაგი აფრესძესთან და ინდირა ცინდალიანთან ერთად. მეორე სახლში კი ცხოვრობდა ევგენი აფრესიძე, ბაბუა ჩემი თავის ოჯახთან, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. მათთან ძირითადად რჩებოდა ხოლმე ჩემი უფროსი ძმა, რომელიც მაშინ 12 წლის იყო. სპეცოპერაციის დღესაც თქვენ რამდენი წლის იყავით მაშინ? მე ვიყავი მაშინ 7 წლის. თუმცა ძალიან ცხადად მახსოვს ეს ყველაფერი და შეუძლებელი აღმოჩნდა ჩემთვის დამევიწყებინა ის საშინელება, რაც მაშინ გადავიტანეთ. სპეცოპერაციის დღეს ეს დაიწყო გამთენიისას, მაშინ როცა ბუნებრივია ყველა სახლში ვიყავით და ყველას გვეძინა, ვერტმფრენების და ტყუების ხმამ გაგვაღვიძა და ჩვენი ბავშვების გადარჩენა მამაჩემის წყალობით მოხდა, როცა მან ლოგინის ქვეშ გადაგუმალა ეს პატარა ბავშვები, იქვე იყვნენ ბებია და დედაც, რომლებიც ლოგინის გვერდით მხრიდან შემოვიდნენ და გვეფარებოდნენ. მე მახსოვს, მე ძალიან პატარა ვიყავი, შესაბამისად ძალიან მეშინოდა და მარტი იყო, სიცივე იყო და ჩაცმაც კი ვერ მოვასწარით, ისე შევყარეს ლოგინის ქვეშ და დედა მეუბნებოდა, რომ კედელთან რაც შეიძლება ახლოს მივსულიყავი, რომ ტყუებს არ მოეღწიათ. ამ დროს მამა ჩემი შმაგი აფრესიძე ირგვლივ გვაფარებდა ნივთებს, როგორც შეეძლო. რო ტყუებს არ მოეღწიათ, იმიტომ რომ როგორ აღვწერო არ ვიცი, ფანჯრებიდან, კარებიდან, ყველა მხრიდან წვიმასავით შემოდიოდა ეს ტყუები სწორედ იმ სახლში, სადაც პატარა ბავშვები ვიყავით და ძალიან კარგად იცოდნენ ამ სპეცოპერაციის შემკვეთმა ბატონმა სააკაშვილმა და სპეცოპერაციის ხელმძღვანელმა ბარამიძემ, რომ იმ სახლში იმ დროს ვიყავით პატარა ბავშვები, თუმცა არც ჩვენ არ დაგვინდეს და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს, თვალწინ დაგვიხოცეს ფაქტობრივად ოჯახის წევრები. ასევე მეორე სახლში იყო გიორგი, იმ სახლში, რომელიც დაიწვა, ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ჩვენს ოჯახში ერთადერთი ძებნილი ეს იყო ომეხი აფრესიძე, რომლის დაკავებაც ნებისმიერ დროს შეეძლოთ, რადგან ის სრულიად თავისუფლად გადაადგილდებოდა მთელ სვანეთში და არა მარტო სვანეთში და მიზანი რომ ყოფილიყო დამნაშავის დაკავება, დამნაშავე საცხომ უნდა დადგენა და შესაბამისი პროცედურები ეწარმოებინათ გამოძიება, ჩაეტარებინათ სასამართლო, დაეკავებინათ ომეხი და თუ იმსახურებდა, თუ აღმოჩნდებოდა, რომ ის იყო დამნაშავე, შესაბამისი სასჯელი მიესაჯათ მისთვის. ის ცოცხლად აიყვანეს, ხელბორკილები დაადეს, გადაიყვანეს მეზობლის ეზოში და უკვე დაკავებული ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ შეძლებდა ცხადია, დახვრიტეს ისე რომ ჯერ დანით მიაკანეს ჭრილობები, შემდეგ ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით უამრავი ჭრილობა მიაკანეს და მისი ცხედარი იყო მთლიანად დაფლეთილი. ეს არ იკმარეს და ამის შემდეგ უკაცრავად ვინ უყურებდა, ვინ შეესწრო ამას? გეტყვით, როდესაც ომეხი გამოიყვანეს სახლიდან, გულისხმობ სახლს, რომელსაც ბოლოს ცეცხლი წაუკიდეს, ჩემი ძმა გიორგი უკვე მეზობლის ეზოში ყავდა გადაყვანილი ბიძა ჩემს და გიორგი დაინახა და კიდევ სხვა მეზობლებმა როგორ ჩამოიყვანეს ხელბორკილდადებული
ომეხი გზის მეორე მხარეს მეზობლის ეზოსთან. რაც შეეხება ამ დახვრეტის ფაქტს, ეს მოხდა მაშინ, როცა უკვე ეს სპეცოპერაცია დასრულებული იყო, სროლა შეწყვეტილი იყო და შესაბამისად მეზობლებსაც ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ სახლებიდან გამოეხედათ და თვალი ედევნებინათ იქ რაც ხდებოდა იმისთვის. არიან მოწმეები, მეზობლები, მათ შორის ასევე ჩემი სხვა ოჯახის წევრებიც, მაგალითად ქოჩა აფრესიძე, რომლებიც დაინახეს, როგორ დახვრიტეს ხელბორკილდადებული ომეხი. დავაზუსტებ უბრალოდ ქოჩა აფრესიძე არის მისი ძმა, ომეხის ძმა, რომელიც ასევე დაკავებული იყო და დაჭრილიც. ძმა, ქოჩაზეც ვიტყვი, ის და ომეხი სახლიდან ერთად გამოიყვანეს, მასაც ხელბორკილები ედო, ისიც თავისი ფეხით გამოვიდა იმ სახლიდან, ისე რომ არავითარი დაზიანება მას მიყენებული არ ჰქონდა და უკვე ამის შემდეგ მას დანით მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები, გადააფარეს პლედი, ჩათვალეს, რომ ისიც უკვე მკვდარი იყო და მათი მიზანი ამ მიმართულებითაც განხორციელებული იყო. გადააფარეს პლედი და უკვე გარკვეული დროის მერე აღმოჩნდა, რომ ხელს ამოძრავებდა გოჩა და ამის შემდეგ პულსი შეუმოწმეს, აღმოჩნდა, რომ ცოცხალი იყო და უკვე ამის შემდეგ გადაიყვანეს ვერტმფრენით ქუთაისში, სადაც მას ჩაუტარეს ოპერაცია. თუმცა ეს ოპერაციაც ჩაუტარეს გარკვეული დროის შემდეგ და ჩაუტარეს ისე, რომ არავითარი დამაკუჩებელი ნარკოზიც კი არ გაუკეთეს მას და უკვე დაკავების პირველივე წამიდან დაიწყო გოჩას მიმართ წამება.